ირანი იშლება მას შემდეგაც მოლაპარაკებები პირველივე დღეს ჩაიშალა რეჟიმის მკაცრი ფრთის უაზრო მოთხოვნების გამო. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები შვეიცარიაში მაქსიმალური ზეწოლის ფონზე დაიწყო, მაგრამ ირანის რეჟიმმა პირველი დღე დიპლომატიურ თეატრად აქცია. დელეგაცია ბურგენშტოკის კურორტზე ლუცერნის ტბასთან ახლოს გამოჩნდა, მაგრამ რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულმა მკაცრმა ფრთამ ცხადად მიანიშნა, რომ ბირთვულ პროგრამაზე რეალური მოლაპარაკება არ სურდა. ის დროის მოგებას ცდილობდა, ჰორმუზის სრუტეზე ზეწოლის შენარჩუნებას და ლიბანის გამოყენებას კრიზისის გასაცილად საბაბად. პრობლემა ის იყო, რომ დონალდ ტრამპმა ეს დღე 60 დღიანი ვადის დასაწყისად ჩათვალა და ათვლა ოფიციალურად დაიწყო. ამასობაში თავად ირანის რეჟიმი საჯაროდ დაიწყო გახლეჩა. მკაცრი ხაზის დეპუტატმა სახელმწიფო ტელევიზიაზე საიდუმლო დოკუმენტებზე ისაუბრა. ეთერი შეწყდა, მაუწყებელში შიდა რეაქცია დაიწყო და სკანდალმა გამოავლინა დაპირისპირება მთავრობას, პარლამენტს, სასულიერო პირებსა და სამხედროებს შორის. ამავე დროს ჰორმუზის სრუტეში გემებმა ახალი მოთხოვნები მიიღეს. ისრაელმა გააფრთხილა, რომ ლიბანში უსაფრთხოების ზონას არ დატოვებდა. და დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ უფრო ძლიერად უპასუხებდა, თუ ირანი გააგრძელებდა თავისი შეიარაღებული მოკავშირეების გამოყენებას რეგიონის პროვოცირებისთვის. რას ცდილობდა რევოლუციური გვარდია დაემალა? რატომ შეჩერდა მოლაპარაკება პირველივე დღეს? როგორ რეჟიმმა, რომელიც კონტროლს სპირდებოდა, საბოლოოდ აჩვენა ქაოსი მთელი მსოფლიოს წინაშე. ახლავე ყველაფერს მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაკვეკნებთ. შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებები ორგანიზებული იყო იმისთვის, რომ გახსნილიყო 60 დღიანი ეტაპი, რომელიც შეიძლება დასრულდეს უფრო ფართო შეთანხმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ვანსთან ერთად, ასევე სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მონაწილეობით, რათა ეცადათ რამდენიმე დღით ადრე ხელმოწერილი მემორანდუმი პრაქტიკულ ვალდებულებებად გადაექციათ. ქატარი და პაკისტანი შუამავლების როლში ჩაერთნენ, ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დაბინძურებული იყო ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისით და ლიბანში ჰეზბოლასთან დაკავშირებული თავდასხმებით. ირანი გაყოფილი მივიდა. მთავრობა საერთაშორისო ყოფნის ჩვენება უნდოდა, მაგრამ ისლამური რევოლუციური გვარდია და მისი მოკავშირეები არ აპირებდნენ მთავარი საკითხის ბირთვული პროგრამის დათმობას. ირანის სტრატეგია იყო მოლაპარაკების მაგიდასთან გამოჩენა, საუბრის პოლიტიკური მნიშვნელობის შემცირება და ყველაფრის ტექნიკურ დისკუსიად წარმოჩენა. ფაქტობრივად თეირანი მსოფლიოს უჩვენებდა, თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ არ თანხმდებოდა იმ მოლაპარაკებას, რომელიც რეალურად იყო მნიშვნელოვანი, სწორედ აქ გამოჩნდა სისუსტე. როდესაც რეჟიმს სჭირდება შვეიცარიაში გამგზავრება იმისთვის, რომ თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაშინ როცა მისი საკუთარი სამხედროების ზღვაზე ვითარებას ძაბავენ, ეს უკვე აღარ არის დიპლომატია და ხდება უკონტროლობის ნიშანი. ყველაზე სერიოზული მომენტი ჰორმუზის სრუტიდან მოვიდა. ირანის რეჟიმმა კვლავ დაიწყო მუქარა საზღვაო ნავიგაციის მიმართ და დააწესა მოთხოვნები გემების გასავლელად. რევოლუციური გვარდიის ამოყენებული ლოგიკა იყო მარტივი. თუ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გადასახადის აღება არ შეეძლო, ბიუროკრატიულ ბარიერებს შექმნიდა. გემებს წინასწარ 48 საათით ადრე ნებართვის მოთხოვნა მოუწევდათ, უნდა მიეწოდებინათ მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია, დაელოდათ ანალიზს და ირანელების მიერ განსაზღვრული მარშრუტით ემოძრავათ. ეს ჩვეულებრივი საზღვაო უსაფრთხოება არ არის. პრობლემა ისაა, რომ დონალდ ტრამპმა შანტაჟი დიპლომატიურ ჟესტად არ მიიღო. მან უპასუხა, რომ 60 დღის განმავლობაში სრუტეში გადასახადი არ იქნებოდა და ასევე მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება გამხდარიყო გადასვლის გარანტორი, თუ შეთანხმება ჩავარდებოდა. დონალდ ტრამპმა ტონი გაამკაცრა, რადგან მან მანევრი სწორად გაიგო. თეირანი სურდა მტრულობის შეჩერებით დრო მოეგო, მაგრამ იმ პოლიტიკურ იარაღებზე უარი არ უთქვამს, რომელსაც 10 წლეულებია ფლობს. რეჟიმს შვება სურდა, ფულის მოძრაობა, ნავთობის დაბრუნება, აქტივების გამბლოკვა და დრო სამხედრო ძალების გადასახალისებლად. მაგრამ ამერიკის მოთხოვნა სხვა იყო. შეემცირებინათ საფრთხე, გაეხსნათ მარშრუტი, შეეჩერებინათ შეიარაღებული მოკავშირეები და ნამდვილი პროგრესი დაეშვათ ბირთვულ მოლაპარაკებებში. შიდა კრიზისი კიდევ უფრო უხერხულად გამოჩნდა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში. მაჰმუდ ნაფავიანი დეპუტატი, რომელიც მკაცრ ხაზს უკავშირდება, გამოაქვეყნა სავარაუდო მიმოწერები. საიდუმლო და დაადანაშაულა თავად რეჟიმის ზოგიერთი სექტორი მოლაპარაკებებში ზღვარის გადალახვაში.
ინტერვიუ შეწყდა, არქივი ქსელიდან გაქრა და სახელმწიფო მაუწყებელმა ეს ეპიზოდი სამართლებრივ დარღვევად შეაფასა. რეაქცია სწრაფი იყო, რადგან რეჟიმმა იცის, რა საშიშია შიდა კონფლიქტის საჯარო შოუად ქცევა. დიქტატურებში პრობლემა მხოლოდ გაჟონილი შინაარსი არ არის. პრობლემა ისაა, რომ ხალხმა შეიძლება დაინახოს, როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთში ხელმძღვანელები, მაშინ როცა ერთიანობას ასახავენ. ამ ეპიზოდმა გამოავლინა ხვრელი ირანის ხელისუფლების ცენტრში. ერთ მხარეს არიან ფიგურები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებად ცოცხალი შეინარჩუნონ, ეკონომიკა გადაარჩინონ და ახალი პირდაპირი დაპირისპირება აიცილონ. მეორე მხარეს არიან ჯგუფები, რომლებიც რევოლუციურ გვარდიასა და მკაცრ ხაზს უკავშირდებიან, რომლებსაც ურჩევნიათ ქვეყანა მუდმივი ომის ატმოსფეროში იყოს, რადგან ასეთ გარემოში ისინი უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ, უფრო მეტს აპატიმრებენ, უფრო მეტს აკონტროლებენ და უფრო მეტად აშორებენ მოსახლეობის ყურადღებას. რევოლუციური გვარდია მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის, ის პარალელურ ძალად იქცა თავად ირანის სახელმწიფოში. ის აკონტროლებს იარაღს, პოლიტიკურ გავლენას, ბიზნესებს, ორტებს, მილიციებს და რეპრესიული სისტემის ნაწილს. როდესაც ეს ჯგუფი სამოქალაქო მთავრობას ეჯახება, მთელი რეჟიმი ირყევა. პესეშკიანი ცდილობდა გაემკაცრებინა რიტორიკა, რომ სამხედროების წინაშე სუსტი არ გამოჩენილიყო. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს ბირთვული ბომბის შექმნას, თუმცა ასევე თქვა, მან აღნიშნა, რომ ურანის გამდიდრების უფლებას არ დათმობს. ეს ფრაზა მოლაპარაკებებს ჩიხში აქცევს. ირანის მთავრობა ნდობას ითხოვს, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს მაგიდაზე ტოვებს, რაც ნიშნავს, რომ სურს ეკონომიკური გარანტია სტრატეგიული გარანტიის გარეშე, სურს სანქციების შემსუბუქება ისე, რომ არ დათმოს მექანიზმი, რომელიც რეგიონს აშინებს. ისრაელის პოზიცია ამავე დროს გამკაცრდა. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებს არ აქვთ შეზღუდვა იმოქმედონ ლიბანში და მის საზღვრებთან არსებული საფრთხეების წინააღმდეგ. სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის მიტოვება. ნეთანიაჰუმ ასევე უბრძანა არმიას ძალით უპასუხოს ჰეზბოლას თავდასხმებს. ისრაელის შეფასებით ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა იქცეს ირანის მხარდამჭერი მილიციისთვის გადაჯგუფების ფარად. ეს გზავნილი მძიმეა თეირანისთვის. თუ რევოლუციური გვარდია შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას ჰეზბოლას გარეძალად გამოყენებით, ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას. ლიბანი ჩიხის ნაწილად იქცა, რადგან ირანი იყენებს შეიარაღებულ მოკავშირეებს, როგორც საკუთარი ძალის გაგრძელებას. Como extensão de sua própria política. ტრამპმა ეს შეამჩნია და მოითხოვა ამ პროქსების მოქმედების შეწყვეტა. ამერიკის გზავნილი იყო, რომ ირანმა უნდა გააკონტროლოს თავისი მოკავშირეები ლიბანში, ან შეხვდეს ახალ პასუხს. ეს ზეწოლად ცulis მოლაპარაკების ატმოსფეროს. ეს აღარ არის მხოლოდ საუბარი ცენტრიფუგებზე, გამდიდრებასა და ინსპექციაზე. ეს არის თეირანის მიერ შექმნილი მთელი რეგიონული შანტაჟის სისტემისთვის პასუხის მოთხოვნა. ისტორია გვეხმარება გავიგოთ რა ხდება. 1979 წლიდან ირანის რეჟიმმა ისწავლა გადარჩენა გარემტრების შექმნით, შიდა ოპონენტების ჩახშობით და წინააღმდეგობის ეროვნულ პროექტად გაყიდვით. რევოლუციური გვარდია ამ მოდელში გაიზარდა. ის დაიბადა როგორც იდეოლოგიური ძალა, შემდეგ გადაიქცა სამხედრო მანქანად, შემდეგ კი გახდა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალა. რაც უფრო მეტი კრიზისია, მით უფრო მეტ ძალას იძენს ის. მაგრამ ეხლა გარე ზეწოლა შიდა დაპირისპირებასაც დაემთხვა. რეჟიმს სჭირდება მოლაპარაკება, რომ სუნთქვა შეძლოს, მაგრამ რევოლუციური გვარდია შიშობს, რომ კონტროლს დაკარგავს, თუ მოლაპარაკება წინ წავა. სხვა დიქტატურებსაც ჰქონიათ მსგავსი პერიოდები. საბჭოთა კავშირი მაშინ დაიწყო რღვევას, როცა ელიტამ გააცნობიერა, რომ სისტემა ვეღარ უზრუნველყოფდა სტაბილურობას. ვენესუელამ რევოლუციური რიტორიკა გამოიყენა იმ დროს, როცა ეკონომიკა და ინსტიტუტები გაანადგურა. კუბამ 10 წლეულების განმავლობაში წინააღმდეგობის იდეა ყიდდა, მაგრამ როცა რეალობა გამკაცრდა, ეკონომიკური დათმობების გაკეთება მოუწია. ირანიც იგივე ლოგიკით მოქმედებს. სუვერენიტეტს ხმამაღლა აცხადებს, მაგრამ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. ომით იმუქრება, მაგრამ შვებას ეძებს. ერთობაზე საუბრობს, მაგრამ პირდაპირ ეთერში დეპუტატს აჩერებს, როცა შიდა დაპირისპირება კონტროლიდან გამოდის. განსხვავება ახლა ისაა, რომ ტრამპი ზეწოლასა და ვადას იყენებს. 60 დღიანი ფანჯარა მხოლოდ დიპლომატიური კალენდარი არ არის. ეს არის გზა, რომ თეირანმა საუბარი უსასრულო გაჭიანურებად არ აქციოს. ირანის რეჟიმი დროის მოგებაში სპეციალისტია. თანხმდება შეხვედრაზე, ცulis დღის წესრიგს, ქმნის პირობებს, ადანაშაულებს ისრაელს, ბრალსდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, აჭიანურებს ინსპექციას, მოითხოვს ეკონომიკურ უპირატესობას და შემდეგ ისევ თავიდან იწყებს. რევოლუციური გვარდიის თეზა ყოველთვის იყო დროის გაწელვაზე გადარჩენა. დონალდ ტრამპი ცდილობს საპირისპიროს დრო მის წინააღმდეგ მიმართოს. ირანელების რეაქცია აჩვენებს, რომ ზეწოლა მიმუშავა. თუ ხელმძღვანელობა ერთიანი იქნებოდა, სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ინტერვიუში დეპუტატს არ გაუწყვეტდა ეთერს.
თუ ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო და გამჭვირვალე იქნებოდა, თეირანი გამდიდრებას ხელშეუხებელ წითელ ხაზად არ მიიჩნევდა. კრიზისის ყოველი ახალი ეპიზოდი ერთსა და იმავე მიმართულებას მიუთითებს. რევოლუციური გვარდია ცდილობს ძალით შეინარჩუნოს რეჟიმი, მაგრამ თავად ეს ძალა ბზარებს აჩენს. ტრამპმა ვადა დააწესა, ისრაელმა გააფრთხილა, რომ უკან არ დაიხევს, ხოლო ირანის სამხედრო ფრთამ აჩვენა, რომ ძალაუფლების დაკარგვას რეაგირების გარეშე არ შეეგუება. კრიზისი შვეიცარიაში არ დასრულებულა. სწორედ იქ დაიწყო მან თავისი ნამდვილი სახის გამოვლენა. საუბრის პირველმა დღემ გამოავლინა იმ რეჟიმის სისუსტე, რომელიც ცდილობს დაუმარცხებლად გამოიყურებოდეს, მაშინ როცა შიგნიდან იშლება. რევოლუციურმა გვარდიამ შეიძლება მართოს იარაღი, გემები, მილიციები და პროპაგანდა, მაგრამ მთავარი დამალვა ვერ შეძლო. ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაყოფილი წნეხის ქვეშ და სუფთა მოლაპარაკების გაბედვის გარეშე დაჯდა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად შეგატყობინოთ. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ მილსონ ალვესის საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ.